საქართველოს ყველა მოქალაქეს კანონს შემოქმედებით პროცესში ჩართვის საშუალება ეძლევა. პროგრამის მიზნები მედიას დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ გააცნო. მისი განცხადებით პროცესის გამჭვირვალობისა და მასში საზოგადოების სხვადასხვა ფენების ჩართულობის უზრუნველსაყოფად უწყება ახალი პროექტის ელექტრონული დემოკრატიის განხორციელებას იწყებს. ახალი ინიციატივით სამინისტროში შემუშავებული ყველა კანონ პროექტი საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ატვირთულია და ის ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. ელექტრონული დემოკრატიის პროგრამას იუსტიციის სამინისტრო ევროპის საბჭოს პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ნებისმიერ რიგით მოქალაქეს ან თუნდაც არამოქალაქეს ექნება შესაძლებლობა რომ გამოთქვას თავისი მოსაზრებანი კრიტიკული შენიშვნები რეკომენდაციები კონკრეტულ პროექტებთან კონკრეტული ნორმების პროექტებთან დაკავშირებით რათა შეიტანოს თავისი წვლილი იმ კანონების ჩამოყალიბებაში რომელთა შესაბამისათაც მან მერე უნდა იცხოვროს ამ ქვეყანაში მოსამართლეები ადმინისტრაციული მოხელეები ის პირები რომლებსაც კანონის გამოყენება ევალებათ მათ სწორად უნდა განმარტონ კანონი. იმისათვის რომ სწორად განმარტონ კანონი, ამ სწორად განმარტებაში მათ ძალზე დაეხმარებათ ამა თუ იმ კანონის პრეისტორია, წინა ისტორია. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიციირებული კანონპროექტები, წაიკითხოს ისინი, ანუ ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის, ასევე გააკეთოს კომენტარი. დღეს გამარჯვებით ატვირთულია უკვე 5 კანონპროექტი, რომელიც ინიციირება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ.